მე პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ღვთისმადლით და წყალობით ორივე სამშობლო პურის და ღვინის საქართველოს არის გამოცხადებული. მთელმა მსოფლიომ უკვე აღიარა ეს. აი, დიდი მეღვინე კაცი არის ვაზის მესაიდუმლე გიორგი ბარისაშვილი. მე მომიწია ბედნიერება, რომ მასთან ერთად შემექმნა ქართულ ღვინოზე და ვაზზე ფილმი ქრისტეს მერთლეები, ასე ქვია. მრავალ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგვიწია ჩვენ გადაღებებზე სიარული, მუზეუმში გახლდით და ამის შესახებ მოგითხრობთ რა არის და ახლა ისე თქმა მინდა, რომ ყველაზე დიდი მუზეუმიო ლონდონში ყოფილა, ეს არის ინგლისის ქვეყანა, დიდი ბრიტანეთის და უზარმაზარი ფართი აქვს ამ მუზეუმს და რო შევდივართ კორიდორში, მარტო ერთი პატარა ნივთი დევს. და იმ ნივთს რომ მიდიხარ არათანს, ისეთი პატარაა და ახლოდა რომ მიდიხარო, ზე დაწერია საქართველო ღვინის აკვანი. და მე ამ ქვევს გაცდები და იწყება დიდი უზარმაზარი მუზეუმი. ანუ ესე იგი მთელი ამ შესასვლელის თვალნათელი წარმოდგინება არის ეს ქართული ქვევრი, რომელიც იქდგა, რომელიც არის ძველთა ძველი, ზედაწერია 8000 წელი. აი ბატონო ნუგდანა იცის ხოლმე ლამაზად დაკონკრეტება, რომ ბიბლიური ცნობით 7600 რაღაც წელია გასული. ეგრე რომ ეს მეცნიერები ასე წერენ, რომ 7000 წელს რომ გადასცილდება, იმას უკვე 8000 წლოვანი სიძველის ნივთი ჰქვია. ეგრე რომ აი 7000-ზე მეტი წლისაა ეს ქვევრი და ეს არის ჩვენი ღირსება, ჩვენი უნიკალური ექსპონატი სამუზეუმო და ეს არის ნაპოვნი მარნეულის ტერიტორიაზე, ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც მსოფლიოს დიდმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, დაადგინეს, რომ მასში შიგნით მჟავებია, რომელიც ცხადყოფს, რომ მასში, ესე იგი, ყურძენს წურავდნენ და ღვინოს აყენებდნენ 7000 და მეტი წლის წინათ. აი ესეთი უნიკალური ნივთი გვაქვს. ეხლა ჩემო ძვირფასებო, ამ მუზეუმში გარდა ამ უნიკალური ქვევრისა კიდე იმყოფება უამრავი 7000 წლოვანი, 6000 წლოვანი, 5000 წლოვანი ნივთები, ქვევრები, დოქები და ყველაზე ბევრი არის რაღაც განსხვავებული სასმისები. აი 1000-ნაირი ფორმის და მე აუცილებლად ამას თქვენ გაჩვენებ. ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს, გადაღებული გვაქვს და გაჩვენებ. ესე იგი, როგორც თქვით, მსოფლიომ ასევე აღიარა, რომ საქართველო არის ხორბლეულის დედა, ხორბლეულის სამშობლოც, აი ასეთი ინფორმაცია არსებობს, რომ მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 კულტურული სახეობიდან საქართველოში 12 სახეობაა გავრცელებული. მათ შორის 5 ენდემური ჯიში. ეხლა მე მინდა აი დავყვეთ და რამოდენიმე ჩამოგითვალოთ, რამოდენიმე თქვენც აკითხოთ, ძალიან საინტერესოა. აქ ვიცი, რომ კახელები ყვანან და ეწოდინებათ ბევრი ჯიშები, აი შაშიანები მაგალითად. საინტერესოა ერთი ჩვენმა მესხებმა, ჯავახებმა თუ იციან, ესე იგი ჩვენი ჯიშის ნაირსახეობები, რამდენად ვიცით და ამასაც კითხავთ და ნელ-ნელა მივყვეთ ჩემო ძვირფასებო. აი უნდა გითხრათ, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვის მე-5-მე-4 წლით დათარიღებული დანახშირებული ხორბლის მარცვლები. აბა ეხლა უყურეთ, 5000 წლეული რო თქვით, 2000 წლეული ხო ჩვენ წელთაღრიცხვით არის უკვე გასული, ესე იგი 7000 და მეტი წლისაა აი ეს ხორბლები, რომლებიც დაფიქსირებულია და ჩვენ მუზეუმში იმყოფება. მინდა გითხრათ, რომ
ქართული პურის სახეობები, აი ჩამოგითვალოთ, სამწუხაროდ დღეს ჩვენ უმეტესობას ვეღარ ვიცნობთ, რადგანაც ჩვენ რა პურსაც მივირთმევთ მაღაზიებში, რაც იყიდება, სამწუხაროდ უმეტესობა ეს არის უცხოეთიდან შემოტანილი ქვირით გამომცხვარი პური. აი სამწუხაროდ დღეს ესეა. ქართული პურის სახეობანი, მურასა, საგარეჯო, პირგაჭრილი, კაკალა, შოთის პური, დედას პური, ესენი კი გაგიგიათ თქვენ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქართული ხორბლის ჯიშებიდან აღსანიშნავია ზანდური, არის ასეთი დიკა, მახა, დოლი, აი დოლის პური ხო გაგიგიათ, კოლხური და ასე შემდეგ. აი ღვთის წყალობით მე ახლა თქვენ ხელა რო ვიყავი პატარა, მახსოვს რომ როდესაც სოფელში სოფელი ბოდბისხევია ასეთი ქიზიყისკენ სიღნაღის რაიონი, ივი მასწავლებელო, როდესაც მეზობელი სადღაც 200-300 მეტრის შორს პურს დააკრავდნენ, ჩვენთან მოდიოდა ხოლმე პურის სუნი, ისეთი საოცარი სუნი ქონდა და ბებიას ვეხვეწებოდით ხოლმე, რომ ბებო ის პური გვინდაო და ბებო ამ ძველ პურს გამოგვიტანდა და ეგ არ გვინდა, ის გვინდაო, აი სუნი რომ მოგდისო რა და მართლაც მეზობელს გული უგზნობდა და ასეთი ტრადიცია იყო, რომ მეზობლებს თითო-თითო ახალ გამომცხვარ პურს გამოუტანდნენ და ჩვენც მერე როცა დავაცხობდით, ჩვენც გავქონდა ხოლმე ესეთი სიხარული იყო და მართლაც აი საოცარი სურნელება ტრიალებდა ხოლმე სოფელში. სამწუხაროდ ეხა სულ უცხოური ჯიშები გვაქვს, თუმცა სასიხარულოდ მინდა გითხრათ, რომ უკვე დაიწყო აღორძინება ამ ქართული საქმის, არაერთ ადგილას უკვე გაჩნდა, ასე იგი, დაიწყეს აღდგენა ძველი ქართული ხორბლის ჯიშების და მოყვანა და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალდაზე კიდევ უფრო გაფართოვდება ეს საქმიანობა და თქვენც უნდა დაიმახსოვროთ და ეს უფრო თვითიდღე უნდა გავაფართოვოთ ეს შრომა. ასევე აი საინტერესოა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ხორბალს არამედ მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2019 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქართული ხორბლის კულტურას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. არსებობს ლეგენდა, რომ როდესაც კიდობანი ზღვამ დიდი არარატის მთასთან გამორიყა და ჩვენ მას ქართულს მთას, კარდულს მთას ვეძახით, ნოე თავისი ამალით მაღალი მთებისკენ წასულა. ეს იყო სწორედ კავკასია და ერთ ადგილას ღვინო გაუსინჯავს, სადაც მსოფლიოში უძველესი, როგორც გითხარით, 8000 წლის ღვინის ნაკვალევი აღმოაჩინეს. კიდევ ვიმეორებ, 7000-ზე მეტი არის. 7500 რო გადაცილდება, მერე უკვე 8000-ად იხსენება. ამ აღმოჩენას ქართველ მეცნიერებთან ერთად 7 ქვეყნის სპეციალისტები 3 წელი იკვლევდნენ და შედეგად საქართველოს ღვინის სამშობლოდ მთელმა მსოფლიომ აღიარა. აი ასეთი აღიარება გვაქვს უკვე, არა მარტო ცნობა. სადაც არ უნდა წავხვიდე ამ პატარა ქვეყანაში, ყველა მხარეს სუფრასთან მიგიპატიჟებენ და განსხვავებულ ორიგინალურ ღვინოს შემოგთავაზებენ. როგორც იცით, 500-ზე მეტი ჯიშია, აი გივი მასწავლებელი ხო გელაპარაკათ ერთხელ გახსოვთ. ხო და გივი მასწავლებელო, აქ წერია, რომ წლების წინო მათი რაოდენობა 1500-მდეც კი იყო. აი ესეთი ინფორმაცია მითითებული. ასევე ვიცით, რომ აი ხა ჩამონათვალია 525 ჯიშიდან და საინტერესოა, რომ 80 ჯიშიო კახეთშიაო, ქართლში 72, მესხეთ ჯავახეთში 26, იმერეთში 74, რაჭა ლეჩხუმში 50, გურიაში 59, სამეგრელოში 60, აჭარაში 53 და აფხაზეთშიც უამრავი ქართული ჯიშებია 51. აი ესეთი უნიკალური. ეხლა მე საგანგებოდ, ჩემო ძვირფასებო, არ ჩამოვთვლი ამ ღვინის ვაზის ჯიშებს და ძალიან მაინტერესებს
თუ თქვენ იცით, აბა თქვენ რამდენ ჯიშს დაასახელებთ. ხელის აწევით, მე ვისაც ვეტყვი, ჩართეთ ხოლმე, ბრძანეთ და მე ისევ ხმა გამორთეთ, რომ პროცესი არ შეყონდეს, ერთი და იგივე ვაზის ჯიშები აღარ გავიმეოროთ. აბა ვინ დაიწყებს? ქაცითელა. ხო, ქაცითელა არა, ქაცითელი მართალია მარიამ და მინდა გითხრათ, რომ ქაცითელი ითვლება ნამდვილად, ესე იგი, განსაკუთრებულ ჯიშად და სამეფო ღვინოთ გება. აბა ბარბარემ ჯიშები მოიწია. საფერავი, კი ბატონო, გამოურთა ეხლა რომ ხმაური დავიცვათ. აბა ბარბარემ თქვას და მერე ლიზამ. მე მარტო იცი საფერავი და ცოლიკაური. ცოლიკაური, კი ბატონო, საფერავიც თქვით. აბა ლიზამ. შტანიძე. შტანიძე. აბა მათე მელიქიშვილი რას გვეტყვის? მას მე გეტყვით, მას ახაშენი, მას კიდე საფერავი, მას ხო, ცნობისთვის ძმარული კიდე. ხო, ნახეთ ბავშვებო როგორ არის, ახაშენი არის სოფელი გურჯაანის რაიონში. ხო და აი რო ჩამოთვალე საფერავის ჯიშის წითელი ფერის ღვინო მზადდება, იქ უნიკალური მართლაც, კი ბატონო. მაგას ქვია ახლა წარმოშობის ღვინო. რაო აბა, დილმასწავლებელო? ადგილწარმოშობა არის, ახაშენის საფერავი არის. იმიტომ რომ ახაშენში მოდის და ადგილწარმოშობაა, როგორც მუკუზანი, კინძმარაული. დიახ, ნაფარეულია ეს ადგილები. არის კიდევ ლექსამასწავლებელო ქისი. ო, ყოჩა. კი ბატონო, ქისი. ო, კარგი იყო. შარდონიც. ხედავ, როგორ ეთყობა რომ კახელია? მას ვანჭკარაც მას. ხო, ვანჭკარა ღვინო არის დასახელება და ვაზი არის. აბა რომელი ვაზის შეერთებით არის? ალექსანდრიული და მოჯურეთული. ალექსანდრიული და მოჯურეთული. ეს რომელი ამბობს ამას? მე. რომელი შენ? ცოტნე მოსახუნთლში. ცოტნე ადესას არ უნებენ. ეს უშუალოდ უყურეთ ეს თვითონ ხვანჭკარა, სოფელი ხვანჭკარა არსებობს ასეთი, იქ უნდა მოდიოდეს ალექსანდრიული და მოჯურეთული. ამ ორ ხურძელს შეურევენ და ერთად დაწყურავენ. ამას ქვია სეპაჟი. გამიგე? ერთად დააყენდება ღვინო და არა ცალსაკერო დააყენონ. ცალსაკე თუ დააყენებენ, მაგას ეგონება ერქმევა კუპაჟი. ორ ღვინოს ერთად შეურევენ, მაგრამ ზოგადად ხვანჭკარა ორი ხურძნის შერევით ყენდება. ალექსანდრიული და მოჯურეთული, ყოჩა ცოტა ეხლა თან მივიმასწავლებ, მინდა რომ ბავშვებმა დაიმეგზეგი გიორგი ბარისაშვილი ბრაზობდა ხოლმე ადესას დასახელებაზე. ეს არისო ჰიბრიდიო და არანაირი ჯიში და საქართველოსთან არანაირი ძველი ტრადიცია არ აქვსო და ეგრევე დაიმახსოვრეთ ბავშვებო, რომ ადესა ასეთი ჯიში საქართველოში არ იყო და თქვენს ესე იგი აღარ თქვათ რომ ეს ქართული ჯიშია და რამე კარგი ღვინო დგება. კაი კამპოტი კი დგება, გივი მასწავლებელო, კაი კამპოტი. ხო, მაგრამ არ არის რეკომენდირებული მაინც და მაინც ან თვითონ ყურძნის ჭამა და თვითონ კამპოტიც. ხო, არანაირად ჯობია რომ ხო საერთოდ გადავეჩვიოთ ამ ჰიბრიდებს. ეხლა მე მაინც ზოგადად ლექსომასწავლებელო გიორგი ბარისაშვილი ჩემს მარანშიც არის დამყოფი და დამიგეგმა რამდენიმე წლის წინ როგორ რა უნდა გავაკეთო. გენაცვალე, ხო არაჩვეულებრივი ადამიანი, აი მე ვეძახი, მე საიდუმლე ქართული მიწის და ქართული ვაზის და ყველა ხეხილი სიგიჟემდე უყვარს. აბა ილიამ რა მოიფიქრა ერთი ჭიათურაში რა ჯიშები აქვს. აბა უსახელაური, ცოლიკაური, კრახუნა, ძველშავი, მოდის თან ილია ციცკარ მოდის მარტო ცოლიკაური მოდის ციცკა ცოლიკაური აჰა
ძალიან კარგი. მოდი, ძალიან გამიხარდა, ესე იგი, რომ დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი იცი თქვენ ახლა არ გახსენდებათ და მე მაინც წავიკითხავ ჩემო ძვირფასებო, უმეტესობა კი ჩამოთვალეთ, მაგრამ ყველაზე განთქმული, ყველაზე, ასე თქვათ, ცნობილი ჯიშები, ქაწითელი, საფერავი, მწვანე, გაგიგიათ ხო? მწვანე, მანავი, მწვანეო რო ამბობენ. ხიხვი, ასეთი მაგარი ჯიშია. ქისი უკვე თქვი, ჩინებული, იგივე ჩინურს ეძახიან ხოლმე ქართულშია ესა და ჩინებული, ანუ როგორც წარჩინებული რა. ალადასტური ძალიან ბევრგან არის, ცოლიკაური, ციცკა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში ძალიან განთქმული, ჩხავერი არის, გურიაში ასევე განსაკუთრებული და კიდევ მრავალი უამრავი ასეთი ჯიში. მე სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ბოდბისხევიდან რო ვარ წარმოშობით, აი მან გივი მასწავლებელო საგურამოსკენ რო არის, მან ცენტრი ჯიღაურაში არის ყველა ვაზის ჯიში დგას. მე ვარ დამყოფი და გაგვისხულია კიდევაც და გივი მასწავლებელი უსახელო როგორი ორჯენია უსახელო უსახელაურია ეგე მასე ქვია გვინოს გვიგზავნიან ხოლმე იქედან დასავლეთიდან ხშირად ძალიან სასწაული ღვინო აქვს ძალიან ისეთი გურიაში მოდის გურიაში არის ლეჩხუმში მოდის ლეჩხუმიდან მოაქვს ხოლმე რაღაც სასწაული ისა ძახლები ყავს იქე და იქედან გვიგზავნიან ხოლმე და აღარ ემეტებათ ყურზე ისე ვეღარ იმას იმიტომ რომ აბარებენ და უცხოეთში გზავნიან პირდაპირ ისეთი მე როგორც ძვირფასი არის ლალი მასწავლებელო მე როგორც მითხრეს ესე იგი სოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყოფილა იმიტომ რომ მცირე ტერიტორიაზე მოდის მხოლოდ და ძალიან ყვარებია უსახელო უდეებზე მოდის ალის და მოკლედ მაშინო მთლიანათო კრემში ჩადიოდა მოკლედ ესა და ეხლა რა თქმა უნდა უკვე ეხლა აქ ბოლნიში შაპიტოს ამზადებენ შაპიტო და ეს როგორია თვითონ ყურძნის ჯიშია თუ შენარევი მინარევია რაღაც ეს შაპიტო არა ცალკე არის ყურძნის ჯიშია ხო შაპიტოს არის და შავკაპიტოს არის აჰა შავკაპიტო ლექსტობასწავლებელი ეს ის დმანიშის სტუმრობა ხო კი ბატონო შაპიტოში მოგთავაზებ და ის აღარა მაქვს უკვე ის არ იქნება ცოტას გამოუგზავნიან ისედაც ცოტა მაშინ მოვიფიქრე კი ბატონო ძალიან მაგარი ჯიშებია მესხური მინდა გითხრათ და სხვათა შორის მესხეთში და ატენის ხეობაში იციან ესე იგი როგორი მეურნეობაა გივი მასწავლებელო სართულებად რო აკეთებენ ხო ეგ ტერასები არის იქ მაშინ მესხეთში ჩვენო ვარძიაში რომ ვიყავით ხო იქ ნახეთ ტერასებად ხო ნახეთ იქ არის გაკეთებული ეს ძველი ის არის მეთოდი არის ხო და ეხლა ამ ბოლო დროს დაიწყეს აღორძინება სხვათა შორის დიახ შეამჩნევდით ჩვენ რო გავიარეთ აღორძინება დაიწყეს და ბევრმა გლეხმა მოკიდა ხელი ამის ამ საქმეს მე ძალიან ბევრი მესხური ჯიში არის რომელიც მიძინებული იყო ატენის ხეობაში ასევე გადაღებებზე ვიყავით და გაგვიხსნეს ქვევრი ცნობილი ატენური ასეთი ჯიშია რომელიც არის ჩინებული ჩინურსა და გორული მწვანეს ესე იგი შეზავებით ერთად და გორის რაიონი არის ატენი ხო და მართლა საოცარი აი არ ვიცი აი მოვიხიბლე ადგილ წარმოშობის ღვინო არის იქ კლიმატია ისეთი რომ ძალიან კარგი ღვინო ტენდება ხო მოკლედ ჩემო ძვირფასებო ძალიან მიხარია რომ თქვენ ამ სფეროში კარგად ახართ გარკვეული და გესმით ეს თემა იმიტომ რომ საქართველოში კიდევ ვიმეორებ კუთხე არ არის დარჩენილი რომ უნიკალური ჯიშები უნიკალური ღვინო არ იყოს ერთი გამახსენდა ეხლა იმერული კუნძა ერქვა კუნძა და იქ რო ვიყავით ჯიღაურაში გაგვასინჯეს ერთი ბოთლი გაგვიხსნეს და მართლაც უნიკალური და რამდენია ასეთი ამას რა ჩამოთვლის და რა დაიმახსოვრებს და აი ესეთი მდიდარია ჩვენი კუთხე მე ბოლოს გეტყვით რომ ილია ჭავჭავაძემ როგორც სხვა თემა
ღვინის თემაც მან გადაგვირჩინა და ასეთი ნაშრომი დაწერა. ღვინის ქართულად დაყენება. სადაც ესე იგი ქვევში როგორ ხდებოდა კახური განსაკუთრებული ღვინოების ქვევში დაყენება და ამ პროცესს მოგიყვებით, ეს არის ძალიან საინტერესო. ესე იგი წესი იყო ასეთი, რომ საწნახელში უნდა ჩამდგარიყო კაცი და ფეხით იწურებოდა ყურძენი, რადგანაც თუ რკინის საჭური გაწურავდნენ ღვინოს, მაშინ შეიძლება კურკა გატყდესო და სიმწარე მისცესო, აი წიფწა შეიძლება გატყდესო. ამიტომ ფეხით საგანგებოდ ეს წესი იყო ასეთი. მერე ეს წვენი და ყაჭა მთლიანად ისხმება ქვევში და როდესაც დადუღდება ქვევში, ასე ტოვებენ დაახლოებით 6 თვე უნდა იცხოვროს ქვევში და მერე ისე ლამაზად ნაწილდება, სულ ქვევით მიდის ეს წიფწა ქვევრის ძირში. მერე ჩენჩო, მერე ეს ჭაჭა ყურძნის პევნის ისა რბილი და სულ ბოლოს ესე ლამაზად ესე იგი თითქოს აი ლამაზად გაუფილტრავთო ისეთი დაწმენდილი სითხე ხდება. მერე ეს სითხე უნდა გადაასხან სხვა ქვევრებში და იმას კიდევ ჭირდება ორჯერ გადაღება და აი ძველი წესით, ქართული წესით, მამაპაპური წესით ღვინოს უნდა ქვევრში ეცხოვრა 1 წელი, რომ სრული დაღვინება განეცადა ღვინოს და ასეთი ქართული ღვინო, კახური ღვინო უკვე სამკურნალო თვისებების მქონე იყო და ჩვენთან ეს ძლიერ ფასობდა და დღესაც ძალიან ფასობს. ღვთისმადლით გივიმასწავლებელო, მრავალ ადგილას საქართველოში აღდგა ეს ქართულად ღვინის დაყენების ტრადიცია, მრავალმა მეურნეობამ, საოჯახომაც უამრავი ძვირფასი ქართული ღვინო ჩამოისხა და უცხოეთის ბაზარზეც მე როგორც ვიცი წარმატებულად მიმდინარეობს. აბა გითხარით ერთი თქვენი გამოცდილების შესახებ, რომ ქართულ ღვინოებს როგორი წარმატება აქვს მსოფლიოში? ზოგადად ლექსომასწავლებლო, ქვევრის ღვინოს ძალიან დიდ პატივს სცემენ ევროპაში და მსოფლიოში. ბოლო დროს ქვევრისში ღვინის დაყენება ცოტა მინავლებული იყო. ჩვენთან რა წარმოიშვა, რა პრობლემას წარმოადგენს თვითონ ქვევრი. ზოგადად ვინც ქვევს აკეთებს, მამაპაპური ცოდნა აქვს, ემპერიული ცოდნა აქვს. არც და უწერიეთ ეს რა პაპა მასწავლა და დიდმა წინაპარმა. ზოგადად ქვევს ჭირდება 1050 გრადუსზე გამოწვა, მაგრამ უმეტეს მექვევრებს თერმომეტრიც არ აქვს ბზმეთში. წარმოიდგინეთ, სადაც ქვევს წვავენ, გამოწვავენ ხოლმე. ხო და რომ ეკითხებით, რომ აბა როგორ იგებთ, რომ სრულყოფილად გამოიწვა ქვევრი, იძახიან, რომ აი გაწითლდა ამა და ამ ფერზე და ასე ეხსნიან. ზოგადად ქვევრის დამზადება საქართველოში ძალიან პრობლემურია და ხარისხი ძალიან დაბალია. ნებისმიერ მექვევრესა რომ მიხვალ, შეუკვეთავ ქვევს, გეუბნება ბოლოში რომ უნდა გავსანთლო. ხო და ბევრს არ უჩნდება ეს კითხვა, რატო უნდა გასანთლონ? იმიტომ სანთლავენ, რომ იმედი არ აქვს, რომ დაიჭერს ღვინოს და არ გაუვა. და ამიტომ სანთლავენ ხოლმე. გასანთლული ქვევრი ჩვეულებრივი ჭურჭელია, როგორც შუშაში ჩაგისხია, ისე გასანთლულ ქვევში. ზოგადად სანთელი ცვილი თვითონ ნეიტრალურია და ღვინოს ინახავს, მაგრამ ქვევთან არაფერი შეხება არ აქვს. და ასაღებენ როგორც ქვევრის ღვინოს. თუ თიხასა და ღვინოს შორის არ მოხდა კონტაქტი, ის როგორ შეიძლება იყოს ქვევრის ღვინო. ზოგადად მე როცა ვისწავლე ეს დაგემოვნებას და ქვევრის ღვინოს ამოცნობა, ძალიან დიდი პრაქტიკა გავიარე. ხო და თუ ღვინო ესხმევა გასათლულ ქვევში, იმას ქვევრის გემო არ აქვს.
ანუ ხო და ეგ აღარ არის ქვევრის ღვინო, ხო, არა დიახ და ეხლა ნაფარეულში არის ტყუპების მარანი. დიახ. ორი ძმანი არიან. ხო და მათ მოიფიქრეს ეხლა რომ ქვევრის წარმოება წამოიწყონ რა ახალი ტექნოლოგიებით და ეხლა ვიცი რომ ამ ბოლო დროს ორი ძმა ეს გიორგი და გელა თუ არ ვცდები გელა ქვია მის ძმას გამტკიცულაშვილები არიან. ბრიტანეთში იყვნენ წასულები რომ მოხსენება უნდა გაეკეთებინათ ქვევრის ღვინოსთან დაკავშირებით. ხო და რაღაც სიახლეები არის მაგასთან დაკავშირებით ალბათ მალე დაინერგება ეს ახალი წარმოება ქვევზე. ზოგადად ასე ამბობენ რომ ღვინო თუ სხვა ჭურჭელში ჩამოისხმება და დაყენდება ქვევრის გარდა ყალბღვინოს ეძახიან. ზოგადად ქვევრში უნდა დამზადდეს ღვინო. კახეთში ტრადიცია არის და ეხლა ნინელა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ინერგება და ეს ტრადიცია. რასაც ნარნები ქვია და მარანში აქვს მისაც მარანი აქვს ყველაფერი ქვევზე გადადის ნინელა. და ზოგადად ქვევრის მოვლა ესეთი პროცესია, რთული პროცესია, მაგრამ არც ისე ძნელია. შეუძლებელი არაფერი არ არის და ქართველმა კაცმა უნდა ისწავლოს ბოლოს ქვევში ღვინის დაყენება. მე ძალიან დიდი გამოცდილება უმცა ნაფარეულში პრაქტიკებმა. ძალიან დიდი გამოცდილება და გავცემ რეკომენდაციებს, კონსულტაციებს ქვევრი როგორ გარეცხონ, როდის გადაიღონ და ასე შემდეგ. მე ბოლოს გეტყვით რომ იცით რომ მრავალი სიმბოლო არსებობს ქრისტიანული მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ქართულის ნაირი ქრისტიანული სიმბოლო დედამიწის ზურგზე ანალოგია არ აქვს. იცით თქვენ რომ როდესაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა საქადაგებლად მან ასე თქვათ ქართველებმა ასე იოლად არ მიიღეს ახალი სარწმუნოება, უკვე აღარ იყო ქრისტიანობა ამ დროს ჯავახეთის მხარეს ჩემო ძვირფასებო შემოვიდა და ასეთი რამ წერია რომ გამოეცხადა სიზმრათო დედა ღვთისმშობელი დააწყნარა, დაამშვიდა, მოეფერაო და გადავიდა იქვე ვენახშიო დედა ღვთისმშობელი ორი ლერწი მოჭრა და ამისგან ჯვარი დაამზადა, ანუ ჯვარი ვაზისა და მერე მისცა წმინდა ნინოს და ასე უთხრა რომ ეს არის სიმბოლო ქართველების, მათთვის ეს არის უნიკალური ვაზს რომ დაინახავენ მისგან შექმნილ ჯვარს უკვე ყველა ირწმუნებსო და მართლაც ქართულ გაიღვიძაო წმინდა ნინომ და ჯერ თქვაო რა კარგი სიზმარი ვნახეო და მერე შეხედა რომ ხელში ეჭირა ვაზის ჯვარი. ეგრე რომ ეს ვაზის ჯვარი დედა ღვთისმშობლის მიერაა შექმნილი, რომელიც დღესაც სიონის საკათედრო ტაძარში თბილისში ინახება. და აი რობაქიძე ამბობს რომ ამ ერთი პატარა სიმბოლოთ, რასაც ქვია ჯვარი ვაზისა, მთელი საქართველოს სულიერი ესე იგი სიმდიდრეა ჩაქსოვილი, რომ აი ამ სიმბოლოში პირდაპირ გამოსჭვივის ქართველი ერის მოწიწება ღვთის მიმართ, ვაზის მიმართ, მიწის მიმართ და ნაყოფიერების მიმართ, რომელიც კიდევ მეორე აი ამ დალოცვილი ესე იგი ქართული ჯიშებით დგება ეს ჩვენი უნიკალური ღვინო. მე მინდა ეხლა ჩემო ძვირფასებო ნუგზარ მასწავლებელს მოვკარი თვალი, ნუგზარ ვანიშვილს. ნუგზარ მასწავლებელო აქ ხომ არა ხართ? აბა ერთი თქვენი აზრიც გითხარით, თქვენ გეცოდინებათ კიდე მრავალი საიდუმლო ამ თემაზე. მოგესალმებით, ლექსო მასწავლებელო, გივი მასწავლებელო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ესეთო კარგო ახალგაზრდებო, მშვიდობა გქონდეთ. გილოცავთ მარხვის დაწყებას, აბა თქვენ იცით და თქვენმა მშობლებმა გმირულად მთელი ეს მარხვა ლამაზად ქრისტიანულად ჩაგვეტარებინოს და ერთად გავიხაროთ აღდგომაზე და დავგეგმოთ მერე ღონისძიებები და ექსკურსიები. მე ყველას გეპატიჟებით სოფელ ატენში. აი ისე გავაკეთოთ, რომ ერთი დიდი ექსკურსია გავაკეთოთ და კიდე ერთხელ რასაც ახლა ლექსო მასწავლებელი საუბრობდა ქართულ ღვინოზე, ქართულ ტრადიციებზე, ქართულ ქრისტიანობაზე,
ერთ-ერთი საოცარი აკვანია აი ამ ყველაფრისა ატენის ხეობა, ატენის სიონი, 61 ეკლესია და 5 ციხესიმაგრეა ამ ხეობაში. ეხლა მე საოცარი რამე მინდა გავიხსენო და თან კიდე აი გივი მასწავლებელს ვკითხო და ვთხოვო ესეთი საკითხი. ჩვენ ვიყავით ექსპედიციაში ტაოკლარჯეთში. ოპიზა მოვინახულეთ, ოთხთა მოვინახულეთ, ასევე მოვინახულეთ სპერის ციხე და რა კითხვა ეს რატო გამოვყავი ეს სამი ეკლესია და ციხესიმაგრე. გივი მასწავლებელო. იქ ჩვენ აღმოვაჩინეთ, აი წარმოიდგინეთ რომ აი ესე ორი ციდა კი არა, ორი მტკაველა სისქის ძირის ვაზები, რომლებიც იყო ზოგი გადაჭრილი, ზოგი დაჩაგრული, გამიგეთ და იქიდან ამოდიოდნენ პატარა ახალგაზრდა ყლორტები. და თუ შემდეგ ექსპედიციაზე თუ წამობრძანდებით, ხო კარგი და თუ არა და მე იქიდან მე გადამქართულ და კარგად გამიგეთ, მერე დავფიქრდით ამაზე და ისე განვიცადე. იქნებ გავაცოცხლოთ, იქნებ წამოვიღოთ, იქნებ გადმოვიტანოთ აქა, მე გადმოვიტან ცხადია და იქნებ და ვნახოთ, აბა რა ჯიში გამოვა, რა იქნება, როგორ იქნება. ეს იმას ნიშნავს, ეს ხური ჯიშები იქნება, რა თქმა უნდა, უნიკალური ჯიშებია. კონკრეტულად რომელ ტაძართან იყო, რომელ ციხესთან? ერთი აი ოპიზაში გახდით, ოპიზაში და დანგრეულია ოპიზა სამწუხაროდ და ოპიზაში ერთ ადგილზე იყო კიდევ ერთხელ გეუბნებით აი ესეთი მსუქანი ძალიან ძლიერი და გადაჭრილი, ძილში გადაჭრილი და უკვე აი ფანქრის სიმსხო 2-3 ამონაყარი ქონდა. ასევე სასპერეთის გული არის სპერი, სადაც ბაგრატიონების მამულია, უძველესი გვარია და უძველესი მოდგმაა ბაგრატიონები. ყველაზე დიდი გვარია. აი გვარცებობთ ქართული გვარები ძალიან მრავალრიცხოვანი, გივი მასწავლებელო, მაისურაძე, ჯაფარიძე, ბერიძე, კაპანაძე, რო არიან აი 10,000, 8,000 ხო არიან ეგეთი გვარები, 20,000, 25,000. ზუსტად ესეთივე გვარი იყო ბაგრატიონები. სულ ვარვაშვილი ყავდათ, 1000 შვილი ყავდათ და მრავლდებოდა სასწაული მოდგმაა ეგა. ძალიან დიდი გვარია, ბაგრატიონები არიან კლარჯებიც, ტაუველებიც, კახელებიც, იმერლებიც, ქართლელებიც, ადაღარ არიან ბაგრატიონები და მე იმათი განაყოფელი და აი ბაგრატიონების მამული იყო სპერი, სასპერეთი. როგორც აი ლექსო მასწავლებელია ბოდბედან და ქიზიყიდან და როგორც თქვენ აბრძანდებით ნიჩბისიდან და ქართლის გულიდან, ისე ბაგრატიონები არიან ძირძველი სასპერეთელები და იქ არის საოცარი, აი მე გნანობ რო არ წამოვიღე გასულ ზაფხულში და დამდეგ ზაფხულს აუცილებლად წამოვიღებ მაგ ყლორტებს. აბა ვნახოთ რა გამოვა. როდესაც დააპირებთ წასვლას ბატონო გზარ, აუცილებლად გამაკებინეთ იქნებ მეც მოვახერხო მაგით. ძალიან დაგვალევ და ძალიან გაგვახარებ. ეს რაც ამას შეეხებოდა. შესაბამისად, რაც აი ამ თემას შეეხებოდა, ვას რაც შეეხებოდა და ლექსო მასწავლებლის ნებართვით ერთ რაღაცასაც ვიტყვი რა. ეს ჩვენ აი მორწმუნე ადამიანებს და ქრისტიან ადამიანებს და ვისაც ქრისტე გვიყვარს და ვისაც ქრისტეს გჯერავს, გვწამს, რომ ეს ყველაფერი, როგორც პაპამ რო შვილიშვილს აჩუქოს და მამამ რო შვილს აჩუქოს, ზუსტად ესე გვაჩუქა ეს ჯიშები და ეს ფასეულობები ღმერთმა ქართველ ერს, აი 76 საუკუნის წინ. ხო და არა მარტო ცხადია ეხლა გადაცემის სათაური ესეთია, ღვინო და პური, მაგრამ მე მაინც ეხლა ჩანართად დავამატებდი, რომ იქ აუცილებლად არის შესაბამისად თაფლი და მეფუტკრეობა და ეს ცოდნა. იქ აუცილებლად არის კაკალი, ქართული კაკალი, სახსენები და აქ დაიბადა კაკალი. მაღალი ალბათობით აქ არის დაბადებული ალუბალი, ქართული ალუბალი. მაღალი ალბათობით აქ არის დაბადებული ვაშლი. ვაშლი ეს უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ღვინო და ხორბალი მართლაც გვირგვინია. და ერთ საძღა დავამატებ, რომ ღვინისგან 10 პროდუქტი გამოდის. 10 პროდუქტი გამოდის და მე ძალიან ვწუხარ და თქვენი იმედი მაქვს ახალგაზრდებო, რომ
აღორძინებთ ამას. საქართველოში უნდა მზადდებოდეს აუცილებლად ყურძნის შაქარი, ეგრეთ წოდებული გლუკოზა და სამწუხაროდ ლექსომასწავლებელო რუსეთიდან შემოდის. საქართველოში უნდა მზადდებოდეს აუცილებლად ტანინი, რომელიც არის დოპინგი, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტი, რასაც ფუტკარი ისა, რასაც ვაზი იძლევა. რუსეთიდან შემოდის ლექსომასწავლებელო, გაგიგია? საქართველოში ასევე საღებავები, ბუნებრივი საღებავები, რომელსაც იყენებდნენ ფრესკების ხატვისას, აი საფერავისგან დამზადებული საფერავები, საღებავები, მწვანე ყურძნისგან დამზადებული საღებავები უცხოეთიდან შემოდის, აი ნატურალური რითიც შესაბამისად ადრე ფრესკებს ხატავდნენ და ასე შემდეგ და ბევრი პროდუქტი. გამოჩნდა? კი, გამოჩნდა ეს. უყურეთ, ეს არის რამდენიმე საათის ჩასხმული წვენი და მარცვალი ერთად რამდენიმე საათი. და დაწყებულია გდუღილი. ეხლა უკვე ადუღდა და მარცვალი წამოვიდა მაღლა. ზოგადად 100 არის და წვენი დაბლა არის ჩასული. დაახლოებით 3 საათში ერთხელ ურევენ ამას. 3 საათში ერთხელ მოურევენ, 4 საათში ერთხელ. რატო ურევენ ეხლა ამას? როდესაც მარცვალი ამოდის მაღლა, ჟანგბადი იჟანგება და რომ არ დაჟანგდეს და არ გაშლეს, ისე ხელმეორედ ურევენ. ხოლოდ უნდა მოუურიონ ერთი, რომ დასმელდეს. როცა სველია მარცვალი, არ დაჟანგდება. და ეს მალმალე და როცა გაშლება, მე ფერსაც იცვლის, ჩვენ ხო გქონია ეგ შემთხვევა, სახშიც რომ დაგვიყენებია ყურძენი, ღვინო. დიახ. ეხლა აქ უკვე ფაქტიურად დაიწყრიტა, დაწეულია დაბლა და ღვინო წამოვიდა მაღლა. როცა ღვინო დაასრულებს დუღილს და უკვე ნელ-ნელა უკვე დაბლა მიდის მარცვალი. და აი ეხლა ესეც დუღილის პროცესია ეს სურათი. ზემოდან არის უკვე ქვებში გადაღებული. მორეთ ზემოდან არის. დიახ, ესეც აი მეორდება ეს პროცესი. დაბლა გროვდება, თქვენ რომ ბრძანეთ ლექსო მასწავლებელო, წინ წამიდის სულ დაბლა. დიახ. ესეც პროცესია, მოსარევი არის ესეც. მაგრამ უკვე ბოლოში მიდის, ბოლოსკენ დაღვინებისკენ. ეს ჩვენ ეს ყურძენი ჩვენ თვითონ დავწურეთ იქ ტყუპების მარანში და რამდენიმე კვირა ვაკვირდებოდით 2-3 კვირა ვაკვირდებოდით ამ პროცესს. ჩავიდოდით და ნახულობდით და კიდე აი ეს ვიწერდით რა, როდის რა, რამდენ საათში, რამდენ დღეში რა კონდიციაზე მიდიოდა. დიახ. ძალიან საინტერესო პროცესი იყო. აი ჩვენ თვალით დავინახეთ ღვინო როგორ დუღდება. თორში ხო ვერ ხედავთ ესე ზოგადად და აი აქ უკვე თვალნათლივ ჩანს ყველაფერი. ენაცვალეთ გივი მასწავლებელო, ძალიან კარგი ფოტოები გვაჩვენეთ და ყველასთვის გასაგები გახდა ეს ყველაფერი. გულ მკერდი მცაგი ყოფდება, დედაო იავარდითა. თვალებს ნუითხრით სრემლითა, გულს ნუისერავ დარდითა. ვინც დავიჭრენით გამოვრჩით, კიდევ ცოცხლები დავრჩითა. ხვალისევ ომში გვიწვევენ გაკვირვებულნი გარჯითა, თამარ დედოფლის ბარტყების გულოვანობით მაჯითა. ვცდილობთ რომ საქართველოსა ვუშველოთ ჩვენი ხარჯითა. სამშობლოს ბედნიერება არ გვსურს ვიყიდოთ ვალითა. ნახტს ვაძლევთ ჯანს და სიცოცხლეს ნამუსი დავიცავითა. რუსეთში მყოფივ ნატურულობ სამშობლო ვნახოთ ვალითა. ერთი რამ უნდა გაუწყო, გავკვირვებულ ვარ ამითა. როცა ომი გვაქვს ქართლის ჯარს, ნათელი გვიწყვის ღამითა, კაცი რამ ლუჩ ცხენიანი ამოღებული სხმალითა, მაღლიდან თავზე დაგბრუნავს ტურფა იერით, ტანითა, სახე აქვს შავად მოცული მას დიდი სკაეშანითა, ეს ჩვენი ჩუმი მფარველი, ლაშარის ჯვარად ვრცანითა. როცა მისწყდება თოფის ხმა და ზარბაზნების გრიალი, გრძნობები დამიყუჩდება არ მესმის ბრძოლის რეალი, ფიქრით შინავარ, საჩეჩლის კბილების მესმის წკრიალი, გიცქერ,
მატყლსას ჩეჩ ფარტენას ცრემლი გისვალებს ტიალი ეგ ხომ ჩემსაჩოხეთ გინდა ნაკურთხი დედის ცრემლითა არ გაიჭრება מחვილით არ დაიწובה ცეცხლითა რა დიდი ღამე გასულა შენ კის ძილ ფხიზლობ კერაზე ეგ შენი გლოვა უფალმა ვთხოვ შეგიცვალოს მღერაზე მშვიდობით დაჰკრეს საყვირსა კვლავ მეძახიან ბრძოლაზე საჩხუბრად სისხლის საღვრელად თოფის ზარბაზნის სროლაზე ნეტავ თუ არ გვატირებენ ბოლოს ვაშკაცურ შრომაზე ნეტავ თუ დაგვიფასდება ქართველთა შვილებს ამაგი არ იქცა საყოლ ყორნე და ჩვენი ლამაზი ალაგი მშვიდობით დაჰკრეს საყვირსა კვლავ მეძახიან ბრძოლაზე საჩხუბრად სისხლის საღვრელად თოფის ზარბაზნის სროლაზე მხნედ მივალ ვერ ვინ დაგცინებს ლაჩარიშვილის ყოლაზე სიცოცხლე იმადმის გეფერო რომეთახა ის ბეჭავს აბრალული ვის მაუგონარი წავიდა ათელში იყოს იმათი სულს ოციროდეს აი ამ სუბრაზე და ვერ ვიგონოთ აი ეს არის საქართველოს შუაგული ნათლით მოსილი რაინდული და ფაქიზი ჩვენი ისტორია ხომ ომების ისტორია დედებისა და შვილების სამშობლოსთვის თავგანწირვის ჰეროიკული თავგადასავალი აგერ აგვისტო აგერ აფხაზეთი აგერ სამაჩაბლო ეს ხო ფაქტია ეს ხო სახია ჩვენ ხო გმირები ყავ ჩვენ ხო მირები გაზარდა საქართველოს ვინ იცის რამდენი შვილის მეწამული სისხლი და რამდენი დედის დაღვრილი ცრემლი შეუშრია ჩვენს მიწა-წყალს რამდენი დარბევა და შეურაცხყოფა უნახავს დაობლებულ თვალებს მაგრამ ქართველს ღვთისამდურავი არასდროს წასცდენია გულში მტრობა არ ჩაუდია შურისგებით არ მოუწამლავ შუაგული და მაინც ხალისიანი იმედიანი შესდგომია ახალ ცხოვრებას თავი და თავი აქ ისაა რომ ქართველ კაცს მტრის სიყვარულით შეუძლია პატიებაც და მტრობის სწრაფად დავიწყებაც აი საიდუმლო საქართველოს გადარჩენისა საქართველოს წილხვედრი ქვეყანა დედაღვთისმშობლისა და მშვიდობა დაუსაკუთროს საქართველოს მიწები დაგვიბრუნოს დალოცვილმა მისი ძალით და მადლით დიდება უფალო დიდება დედაო ღვთისაო დედაო ერისაო დიდება იყოს თქვენ ეს შუაგული მთაში ჯერ კიდევ მფეთქავი არის ქართლის ცხოვრების ძირითადი ტონუსი ღერძი ხერხემალი აქ ყოველი სიტყვა თითქო მითოლოგიური სუნთქვით არის დაწერილი აქ ისტორია არ არის უბრალო გროვა ამბების ის არის მთელის გზნება აქ არის ამბავი მომხდარი 1000 წელს უკან თითქო შენი საკუთარი ამბავი და შენი საკუთარი ამბავი მომხდარი ეხლა თითქო შორეული ამბავია შენი ხალხისა მეხუთე საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალი გვიტოვებს ანდერძს ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა ეს არა მარტო ანდერძია ერისადმი არამედ თავისებური წინასწარმეტყველება საქართველოს მომავალზე 14 საუკუნის შემდეგ წმინდა ილია მართალმა ასე შეაფასა ქართველი ერის განვლილი გზა ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის ეს იყო პასუხი წინაპრის ანდერძზე ხაზგასმა საქართველოს მისიაზე არის საქართველოში ადგილები სადაც შემორჩენილია ასე ვთქვათ სისხლიანი ქვები ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის ვთქვათ ეს მწვანე მონასტრის ცნობილი ეს ღელე ქართველ წმინდანთა შორის არიან კოლაელი ბავშვებიცა და 80 წელს გადაცილებული კონსტანტი კახიც 100,000 თბილისელი მოქალაქე და 6,000 გარეჯელი ბერი უბრალო ქართველი გლეხები და სამეფო ოჯახის წევრები თავდადება და თავგანწირვა თითქო ესტაპეტასავით გადაეცემოდა ერთი ქართველიდან მეორეს. მე-16-ში. აი თურქულ ბარო იყო განსაკუთრებული მე-16-ში. ახალციხეში ფაშაროში. ისტორიკოს აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით
თორი დაარბიესო და არც ერთი სასულიერო პირი არ დატოვეს ცოცხალი. საეპისკოპოსო რეზიდენცია დაარბიესო აბსოლუტურად. განსაკუთრებით სასტიკად მოიქცნენ თურმე ამ მხარეში რა. თურქეთში. ქალბატონი მობრძანდა მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან ერთად და საშინელი ტკივილები ჰქონდა ტკიოდა თვალები და როდესაც წაისვა სახეზე ეს წყალი ამ ქვის წყალი განიკორნა. წმინდა მიქაელ გობრონს არაბებმა, რომლებიც მას რჯულის შეცვლას თხოვდნენ, ხმალი შესაშინებლად დაჰკრეს კისერზე, რათა ქრისტიანის სიკვდილის შიშს მოედრიკა. ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლით მოწამე მშუბლზე ჯვარი გამოისახა. წმინდა გობრონის მიერ სისხლით გამოსახული ჯვარი ქართული ერის ქრისტესთვის დავგანწირვის სიმბოლოა. ჩვენი ერის ცხოვრება თითქოს და მუდმივი სისხლიანი ჯვრის გამოსახვაა. წმინდა მიქაელ გობრონი შეიძლება აღვიქვათ როგორც საქართველოს ხატი, რომლის ტანჯვაც ქადაგებად იქცა. ამიტომაც ქვია საქართველოს ისტორიას ქართლის ცხოვრება. არა მატიანე ან ისტორია, არამედ სწორედ ცხოვრება. ერი თითქოს ერთიან ცოცხალ ორგანიზმად, მისი ცხოვრება კი ქადაგებად გადაიქცა. აი ასეთია ქართული შუაგული. ეს თუ არ იგზნე, სამშობლოს ვერ შეიმეცნებ. ჩვენი მიწა რომ აიღოთ და გამოწუროთ, მოწამეების სისხლი გადმოდინდება. ამიტომაც განსაკუთრებით უყვარს ქართველს მშობლიური მიწა. ჩვენ ვთვლით რომ ეს ქვა არის მადლიანი ქვა, ეს კუთხე არის მადლიანი და ღვთისმშობელი დაიცავს ჩვენს საქართველოს.